Ierta mamisata, da zisata, da zlindisa, sulisata, amen. Zmano da dano, როგორც უკვე თქვენ მიხდით, ზოგიერთმა იცოდით კიდევაც, დღეს არის ხსენება ათონის წმინდა მიწაზე გამწყინებულ მამათა და რუსეთში მამათა და დედათა გამწყინებულ წმინდანების ხსენება. ჩვენ დავაანონსეთ ნეოს არასწორი ქადაგებების კრიტიკა გვინდა და რადგან დავაანონსეთ, ეხლა ცოტათი მოკლედ ვილაპარაკოთ, ეხლა ესეთი დღეა, ხო და ზუსტად ათონი და რუსეთის მიწა-წყალზე გამწყინებული მამანი და დედანი ამხელენ კიდევაც ესეთ აზროვნებას და ესეთ იდეას. რა მინდა ესეთი თქვა? ეს კაცი, ეს ახალგაზრდა, ვიყოდი ნიჭიერი კაცი, მშრომელი კაცი, სწავლობს ბევრს, როგორც ეთქობა ბიბლია კარგად იცის. 3 წლის უკან მოვიდა ჩემთან. აღარ მახსოვს რატომ მოვიდა ჩემთან, ვეღარ ვიცი. და გამიხარდა, იმიტომ რომ მაშინ არ ურევდა, კარგად ლაპარაკობდა. და მე დიდი სიყვარული, როგორც შვილი, ისე ჩავიკავე გულში და მივიღე რა თქმა უნდა და გამიხარდა კიდევაც რომ მოვიდა და ოღონდ ვერ გავიგე იქ, ვერ გავიგე, ჯერ მეგონა აღსარებაზე მოვიდა, მე რო უთხარი არა აღსარება არ მინდა. მოკლედ აღარ მახსოვს რატომ მოვიდა, ვილაპარაკეთ, ძალიან მკითხეს არა და ვილაპარაკეთ. მე მივხვდი რომ ერთამეს მივხვდი, წინასწარ მივხვდი რომ ამ კაცს არც ხელმძღვანელი ყავდა ეგზური ამ გზაზე გამოცდილი და მივხვდი რომ თუ ესე გააგრძელებდა რაღაც გაუჭირდებოდა, ხო შეიძლება ახლა ბიბლია განმარტო შენი და შენი აზრებით გამოხატო რა არის, როგორ არის და ასე შემდეგ და ვიფიქრე რომ ძალიან კარგი იქნება და გამოადგება სერაფიმ როუზის ის დიდი წიგნივა შრომები და ცხოვრება და ვაჩუქეთ ვათხოვე რა მნიშვნელობა გამახსოვს მივეცი მახსოვს. ის წიგნი რომ წაიკითხა, ესეთ მდგომარეობამდე არ მივიდოდა, თუ მიიღებ და შეიძლება წაიკითხა და ეხლა რა მინდა რა ვთქვა, ჩემო ძვირფასო. მე ეხლაც ესე უყურებ, რა თქმა უნდა, როგორც შვილს, ხო შეიძლება დავგზავნო შვილს, რომ ისევ შვილი ვითხოვ, შეხედავ და ისევ სიყვარული ვითხოვ, შეხედავ, ესე უყურებ და ძალიან მინდა, რომ გოს მოეღოს და ეხლა რაშია? სამრამეს ეხლა სულ არ გამოვეკიდებით, საერთოდ ეს არც არის, კიდე გიმეორებ, ზოგიერთმა ატეხა, ეს არ არის ქარიშხალი, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც ამ ნეომ დაატრიალა და ზოგს გონია აუ ქარიშხალი. ეს ტიპიური პროტესტანტული აზროვნება, ჩემო ძმებო და დებო, ხო გახსოვთ ხსნის არმია, რომ იყო ბაპტისტები, შემოსეული რო იყო, გადატრიალება რომ მოხდა, იმის მერე წყალი რო ამღვრეული იყო, ყველა შემოგვესია, იეჰოვას მოწმეები და ხო გახსოვთ ისინი რა ამბავში იყო, ზუსტად იგივეს ამბობდნენ. საწერია ბიბლიაში სამღვდელოებაზე, ეს იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი, მართლა სისხლი და ხორცი კი არ არის. რასაც ის ამბობს, ზუსტად საწერია სამღვდელოება, რომ უნდა იყოს ესე იგი ზოგი მღვდელი, ზოგი დეკანოზი, ზოგი მიტროსანი, ანუ საშუალო ესეთი დაწინაურებული და კიდევ უფრო დაწინაურებული მღვდლები ეს რომ მოგონილიაო და ასე შემდეგ და ასე ხო ეს ხო მარტო ნეო არ ამბობს ამას, ჩემო ძვირფასებო, ხო გახსოვთ რომ ეს გამოვიარე ჩვენ ათეული წლები, ვებრძოდით მათ, ხო გახსოვთ. ამიტომ ეს გავლილი გვაქვს. ამიტომ ნეოს ესეთი აზრები შეაწუხა ახალ ვიღაცა გამოუცდი 17-15 წლის ბავშვებს, თორემ ჩვენთვის ეს ძალიან სასაცილოა ჩემო ძვირფასებო ეს ყველა. მაგრამ მოდი თქვათ 1-2 სიტყვა. ესე იგი პირველი თქვათ რომ იგი ამბობს რომ არა და სახარებაში წერია ზუსტად ხო იცოქს ყველაფერს უნდა სახარებაში ზუსტად სახარებაში ამბობს ქრისტე მიიღე და ჭამეთ ესეა ხორცი ჩემი სვით ამისგან ესეა სისხლი ჩემი რომელმან არ ჭამოს ხორცი ჩემი და არ სვას სისხლი ჩემი ვერ იხილოს დისასვენ პირდაპირ წერია ესო როგორ შეიძლება რა სისხლი და რა ხორციო ესო სიმბოლურად არის ნათქვამი ეხლა თქვენ თვითონ და სოფლიო მასწავლებლის სიტყვას მოვიტან იოანე ოქროპი და ნეო
მე თვითონ გამოიტანე დასკვნა ახლა. ეს უფრო მისაღებია თუ ის უფრო მისაღებია. სოფლიო მასალა და ზეპირატორი ცოტა ყველაფერი ტექსტი სასწაულად რომ გამმარტავდა მე-13 მოციქულად წოდებული იოან ოქროპირი ამბობს არავინ გაიფიქროთ იოანეს სახარების განმარტებაში მე-6 თავს. არავინ არ გაიფიქრო და იგავები და სიმბოლოებით არ თქვა, რომ აქ თითქოს სისხლი და ხორცი კი არ არისო, არამედ იგავით არის ნათქვა. გამიგეთ? ხოლო მათეს სახარების განმარტებაში ნახეთ რას ამბობს დიდი მღვდელმთავარი, ნუ ამტკიცე. ამჯერად ნოეს ეხება. რომ ეს უბრალო პური და ღვინოა. ეს ხორცი და სისხლია მეუღლის მტკიცების თანახმად. საქმეზე გემოს მიხედვით ნუჟჯი, არამედ უეჭველი რწმუნება და რწმენაში. რწმუნება რწმენაში იყო. ახლა თქვენ თვითონ გასაზრდეთ. ნეო და იოანე ოქროპირი. მგონი ძალიან სასაცილოა შედარებაც კი. ესე ერთ საკითხი, მეორე საკითხი ძალიან საინტერესოა. პავლე მოციქულს უწერია, რომ ეპისკოპოსი ერთი ცოლის ქმარი უნდა იყოს. და საიდან მოიტანო ეკლესიამ ან აღმოსავლეთ ჩვენზეა ლაპარაკი, რომ ნუ კათოლიკებსაც გადაწყვეტა, საიდან მოიტანა, ნუ კათოლიკებს უფრო ჩვენ გვეხება. საიდან მოიტანო და რა უფლებით წმინდა წერი როცა პავლე ამბობს, რომ ერთი ცოლის ქმარი ეპისკოპოსი, ეხლა ეს ჩვენ ბევრჯერ აღვხსნე და კიდევ ერთხელ ვხსნი. პავლე როცა ამბობს ეპისკოპოსი ერთი ცოლის ქმარ, იმას კი არ ამბობს, რომ ეპისკოპოსი რო ეკურთხება, ცოლი შეინარჩუნოს და ერთი ცოლი ყავდესო. არამედ ის პიროვნება, რომელიც კანდიდატი ეპისკოპოსობის და ყავს ერთი ცოლი და თუ ერთი ცოლი გაშვებული ყავს და მეორე ცოლი ყავს, უკვე კანდიდატად არ შეიძლება რომ წარადგინოს. მიხვდით რას ამბობ? ასევე მღვდელი თუ მღვდელს ცხოვრებაში ყავს ერთი ცოლი, გაუშვებს და მეორე ცოლს მოიყვანს, ის პიროვნება ეპისკოპოსს და მღვდლის კანდიდატად აღარ შეიძლება უარყოფითი. ესეა ახლა ჩვენი კანონები და დაფუძნებული ამ ზუსტად ეხლა რასაც ვამბობ. ამაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, ჩემო ძვირფასებო, რომ კართაგენელს და იმ დიდ გრიგოლს ასაუთ მოქმედს და იმ პირველ 70 მოციქულს და თუ გინდა პავლეს და თუ გინდა იმ ეპისკოპოსებს ცოლები ყავდათ. ეხლა რა სატანიზმია ჩემო ძვირფასებო. ეს ამ გაგებითა. მაგრამ კიდე მივყვეთ ეხლა რომ ვინმე რო არ იფიქროს, რომ ეს შენი რაღაცა შენი ის არ იყოს, შენი განმარტებაა და ისევ ოქროპირი მოუშველი. თქვენ იცით რომ ოქროპირს ყავდა მეგობარი, ძალიან ახლობელი მეგობარი თეოდორე. მე ამ თეოდორემ ზუსტად ცოლი მოიყვანა, ხო ამბობს ის რომ ერთი ცოლი უნდა ყავდესო და ხო და მოიყვანა. ალბათ იმანაც იფიქრა, როი რა პავლე ამბობსო და მოიყვანა ცოლი. და ოქროპირი ორი წერილი დაწერა შედევრი ჩემო ძვირფასებო. თანამედროვეებით ვერ ვკითხულობ, ისეთ შედევრია ძველი ქართული სულ იმას ვკითხო. ქსეროზე ამოღებული მაშინ ჯერ კიდევ 80-იან წლებში. ხო და ოქროპირი ამბობს ამ თეოდორე დაცემულს ეუბნება, ანუ ეპისკოპოსს რომელიც ცოლი მოიყვანა. მაგრამ შენთვის თეოდორე უკვე შეუძლებელია ქორწინების დაცვა. რამე თუ ის ვინც ზეციუსიძეს დაეწინდა ეპისკოპოსი, მერე კი მიატოვებს მას და დედაკაცთან დაამყარებს კავშირს, იმ რუსებს 1000-ჯერ უწოდო ქორწინება, ეს იმდენად უარესია რუსობაზე, რამდენადაც ღმერთი ადამიანზე აღმატებული. და ნახე ხაზგასმით ვამბობ, ნუ რა ვინ გაცდუნებს ამ სიტყვებით თეოდორე, ქორწინება ღმერთს არ აუგზავნოსო, ქორწინება არ აუგზავნოს, მაგრამ რუსობა აუგზავნოს. გამიგეთ? მე საიდან მოიტანა კაცო, რომ პავლე მოციქული არ გზავნოსო, არ შეიძლება უკვე პავლე ამბობს, პირდაპირ ამბობს, იყავით როგორც მე, ანუ უცოლოდ. გამიგეთ? ეს ჯობია. ამ იდეის საწინააღმდეგოდ ნეო აი ეს ყველაფერი რაც მე ხავ თქვი ჩემო ძვირფასებო არის ყველაფერი დაფუძნებული სახარებაზე. და კიდევ ერთი მომენტი. საწერიაო საერთოდ დლებზეო, ეპისკოპოსებზეო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს უკვე ნამეტანია და ძალიან სასაცილოა. იმიტომ რომ
წმინდა წერილის მტკიცებით ჩემო ძვირფასებო იერარქია აი მაგალითად პირველი ტიმოთეს მესამე თავში და პირველი ტიმოთეს მესამე და მეხუთე თავში ეპისკოპოსის მღვდლებისა და დიაყონებისა პირდაპირ ლაპარაკი ხა სხვა მაგალითები რო არ მოვიყვანოთ უამრავ როცა ხელდასებები ხდებოდა ხო იცით არა მღვდლების ესე იგი ასე რომ ეს საიდან მოიტანა რომ ვითომ სახარებაში წმინდა წერილში არ წერია და ნახეთ ახლა ჯერ კიდევ ერთამის წავიდა მე ეხლა ნეო ამბობს რომ საწერია რომ არისო იერარქია ესე იგი თქვა დაბალი მღვდელი თქვა საშუალო მღვდელი და მაღალი მღვდელი ხო აგერ ძმაო როგორ არ წერია ახლა უყურეთ ნახეთ პირველი ტიმოთეს მეხუთე თავში მე-17 მღვდლები რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს ორმაგი პატივის ღირსნი არიან ყოფილა თუ არა ძველ ეკლესიაში წმინდა წერილზე დაყრდნობით რომ მღვდლები რომლებიც მეტად უფრო კეთილსინდისიერად გამოირჩევიან ორმაგი პატივის ეხლა ჩვენ დღევანდელი განმარტოთ არის მღვდელი და არის დეკანოზი ანუ მღვდელი რომელიც აი პავლე მოციქული ორმაგი პატივის ღირსი აი მოგონილია ესა უფრო მეცაც გეტყვით არიან დეკანოზები და არიან კიდევ უფრო დაწინაურებული მღვდლები ხო თქვა მიტროსანი და წინამძღვრები ნახეთ როგორ წერია აქა ორმაგად პატივის ღირსი უნდა იყვნენ და აი ეხლა მესამე უფრო მეტად კი ისინი რომლებიც იღწვიან ქადაგებითა და დამოწვრებით პირდაპირ წერია საიდან მოიტანა რომ ვითომ ეკლესია შემდგომ მოიგონა რომ მღვდლები რომლებიც უფრო კარგად მოიქცეოდნენ არ უნდა დაწინაურებულიყო აგერ პავლე მოციქული გვეუბნება ხოლო კიდევ უფრო კარგად ვიციქცეოდა და ქადაგებაში გამორჩეულიყო კიდევ უფრო უნდა დაეწინაურებოდა ბატონო რა მიუღებ და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თუ წმინდა წერილს დავეყრდნობით უფრო ბავშვებს ვეუბნები თქვენ ეს კარგად იცით თუ წმინდა წერილს დავეყრდნობით მაშინ უნდა მივიღოთ წმინდა გადმოცემაც ჩემს ასეულ რომელიც ასევე წმინდა წერილში წერია აი მეორე თესალონიკელთან მეორე თავის მე-15 მუხლი ტკიცეთ დეკით ძმანო და იფხარით მოძღვრება რომელიც გისწავლია გინდა სიტყვით გინდა წერილით გესმით თქვენ წმინდა წერილის გარდა ის თურმე სიტყვითაც ანუ წმინდა გადმოცემაც არსებობს ადა მეორე პირველი კორინთელთან 11-ის მეორე გაქებთ ძმანო რადგან ჩემი ყველაფერი გახსოვდა როგორც გადმოგეცი არა წმინდა წერილი როგორც ისე იმარხავთ გადმოცემას გამიგეთ ესე იგი არსებობს გადმოცემა ხო სახარებაში ხო წერია რომ იმარხულეთ მაგრამ როგორ უნდა ვიმარხულოთ რანაირად ეს გადმოცემით არის ეხლა ისმის კითხვა კი მაგრამ ეს გადმოცემა რო არ დაამახიჯონ ვინ უნდა გადმოგცეს ეკლესია გადმოცემას ინახავს ეკლესია ერთი ჭეშმარიტი ეკლესია იმიტომ რომ სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა ეხლა რომელია ეს ეკლესია ნახეთ რა კარგად ჩანს ეს ყველაფერი ესე იგი ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში მე-13-ეს მე-7 მუხლში ხშირად ვისაუბრეთ გაიხსენეთ თქვენი წინამძღვრები რომლებიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას და მათი სიცოცხლის აღსრულების შემყურება როცა მოკვდებიან მიბაძეთ მათ ეხლა ისმის კითხვა ვინ იყვნენ პირველი წინამძღვრები მოციქულები 70 მოციქული ვინ მოიტანა ხო არის ეს ცნება ნეოს კითხო სად უწერია სად არის ეს ვინ მოიტანა მათი ცხოვრება 12 მოციქულის შემდეგ 70 მოციქულის ჩვენ ეკლესია მართლმადიდებლური ეკლესია ვინმე სხვა გამიგეთ ჩემო ძვირფასებო ხო და აი რა და ეს მარტო მოციქულებზე ხო არ არის მე თქვენთან ვიყო ვიდრე აღსასრულამდე სოფლის ანუ ეკლესიაში გამორჩეული აი ეს წინამძღვრები ვინც გადაგებდნენ ისე რომ ეფუძნებოდნენ ჭეშმარიტ სწავლებას და არა გადახვევრად
იმიტომ რომ პავლე ამბობს, ვინც გადაუხვევს, ანგელოზმაც რომ გითხრას ის რაც ჩვენ გითხარით იმის საწინააღმდეგო რომ არ მიიღოთ. გამიგეთ? ანუ ეკლესია ინარჩუნებს ამ სწავლებებს. ის წმინდა სახარება, რასაც ერწყმობა ნეო და ის პროტესტანტები, ვინ შემოინახა? მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ქრისტეს ეკლესიამ, წმინდა მამებმა, ჩემო ძვირფასო, რამდენი სახარება იყო. იმათ რატო არ ამბობენ სხვა სახარებებს, რატო არ ეხმობენ? იმიტომ რომ ეკლესიამ ეს გამოჩნდა, ეს მოიტანა დღევანდელ დღემდე. ისინი ეფუძნებიან ამას. ეს არის ტიპიური პროტესტანტული აზროვნება, ტიპიური პროტესტანტული და კალვინისტები, ბაპტისტები, ლუთერანები, 50-იანელები, ხო გვახსოვს ეს ყველაფერი. ზუსტად იგივე საბოლოო, ზუსტად ერთი და იგივე. ამიტომ აქ არანაირი საშუალება არ არის და უბრალოდ იმ პატარა ბავშვებს ახლა ბავშვები ხო იცი ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა და ხო იცი გოგონები განსაკუთრებით სულ მას ეშვება გოგოებს. მოცოთ ახლა ახალგაზრდა ბიჭი რაღაცა და ის სწორი ხარ და ასე შემდეგ გავაზრებოთ ამბობენ. ეს არ შეიძლება. აგერ ჩამოვიდა მომღერალი მე პატივსცემ მის ხელოვნებას დედიკაცია მივიღე ნამდვილად სასწაული მომღერალი მაგრამ მოხედა როგორ გააგიჟა ხალხი მარტო აქ არა ყველგან ხო ეს ბუნება პატარები გიждდებიან ხო მოხუც სხვა წავა იმის კონცერტზე თუ თლად გაგიჟებული არა ხო მესმის პატარების მაგრამ უნდა იცოდეთ რელიგიასთან თამაში არ შეიძლება არ აქვს დავით მე მგონი მეტი არც ვინდა ეხა ძალიან გავამახვილოთ ამაზე ყურადღება მე მგონი ყველაფერი თქვი და იცით რა ეს არის გამოუცდელობა ამ პარტავნება და უსიყვარულობა ჩემო ძვირფასებო უსიყვარულობა პირველი კორინთელთა მე-13 თავი წარმოქმნი აქცევ ყურადღება სასწაულის არის ესეთი რამ და ნეოს არა სიყვარული აშკარად, იმიტომ რომ როდესაც ასე აგდებულად იძახის კათოლიკებზე, ჩვენზე, მართლმადიდებლებზე, ეს არ შეიძლება შემოგვიყვანოს. კათოლიკები არიან შემცდარი, რა თქმა უნდა, ვინ არ არის ამას და პროტესტანტები, მაგრამ შემოგვიყვანოს. ეს ჩვენი ტკივილი, ეს ტკივილი, ეს წუხარებით უნდა თქვა და არა რაღაცა ზიზღი. კიდევ რამდენჯერ მithქვავს მე, რამდენჯერ ადრე, რომ მოხდა ეს განყოფა ეს არის დიდი ტკივილი ყველა დროის მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის და ჩვენი სიხარული განახევრებულია ამის გამო. ეხლა წარმოვიდგინეთ ლათინო ამერიკა, შეერთებული შტატების კათოლიკები, კანადის კათოლიკები, ავსტრალიის, ფილიპინების, ყველა მოკლედ აფრიკის მთელი შავკანიანები კათოლიკები და ძალიან ბევრია ყველგან, ძალიან ბევრი, ხო? და ჩვენ ყველანი ერთადროული რა სიხარული მაგრამ არ არის ეს გულის ტკივილი უნდა იყოს და არა რაღაცა აი ეს გულის ტკივილი არა ეს სიყვარული არ არის თუ ეს სიყვარული არ არის ნახეთ რას ამბობს პავლე თუ მე ადამიანთან და ანგელოზთან ენებით ვლაპარაკობ არამც თუ რა ზეპირად იცოდე ხოლო სიყვარული არა მაქვს მაშინ ვარ ჟღარულა რვალი და ჩხარულა წინწილა აი ეს ამ ნოე სამწუხარო ჟღარულა რვალი და ჩხარულა წინწილა ნოეზე არ არის ნეოზე არ არის ლაპარაკი ყველა პროტესტანტი წინასწარ მეტყველებაც რომ გქონდეს ყოველი საიდუმლო მთელი ცოდნაც რომ გავუწყოთ სრული რწმენაც რომ გქონდეს ისე რომ თემი გადავაადგილო ხოლო სიყვარული თუ არა გქონდეს არარაობა ვარ პავლე მოციქულა თემი ჩემი ქონება რომ დავარიგო სხეული რომ დაწვალ და შევიწირო არაფრად ვევარდე სიყვარული სულძელია, სიყვარული ქვემოქმედია, არ შურს, არ მოხოჩობს, არ ამპარტავნობს, არ შადის უწესოებას, თავისას არ ეძიებს. გამიგებთ. აი ესე შეიძლება მე კიდე ერთხელ ვამბობ, აი როგორც მერთმა დაიფაროს და ის ჩემი შვილი რო სტუნდეს და აი ესეთი გულის ტკივილი უყურებ ამ საკითხს და მით უმეტეს ეს კაც ჩემთან მოვიდა და ყოველთვის ილოცებ რომ კონზე მოიგოს მე არ ვიცი ხარ აქ ორი რამე ერთი რომ ადამიანი რომ მოყვიდებს ხელს წმინდა წერილს და თვით განმარტებებს ეწევა მიდის აქ მაგალითად 320 განშტოება აი პროტესტანტული ამიდეების რაც 320 გესმით მაგალითად ერთხელ ტელევიზორში ნახე
ქალაქი დამავიწყდა ჩიკაგო თუ პირობითად ლოს-ანჯელესი არ იყო, პირობითად. ლოს-ანჯელესის ერთადერთი ჭეშმარიტი ქრისტიანები. და აჩვენეს ღვთისმსახურება. გამოვიდა რაღაც სახარება წაიკითხა, ერთმა რაღაც ბანტია მოგებულმა, მე ეს ბანტია დადოდეს და დაიწყეს სიმღერა, ბას-გიტარი, ვაიმით და მოკლედ, ხო და ჩემო ძვირფასებო, როკ-ენ-როლი და ტვისტის ცეკვაზე დახვათ ბოლოს. თვითნებურად თუ და ესეც სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდით, როგორც ეხლა ვთქვი, 320. ნუ ეს არ არის საშიში არაფერი, უბრალოდ ცოდვა ის, ვინც ესე იქცევა და ვინც ესე აყვება ვიღაცა, მაგრამ ნუ აყვებიან მე აზრე მოდიან და ისევ ეკლესიაში მოდიან და მე ამით მინდა დავასრულო, მაგრამ ერთი რამ მინდა თქვა. ჩვენ გვესწრუნვენ წინა რადრე იყო შაბათს და წინვა ჩაატარეს ათონელი ბერები, ქართველი ჩემო ძვირფასი. ვიღაცამ გადაიღო ამას დავდებთ აი დღევანდელი ქადაგების მერე დავადებთ ამასაც. ესე იგი ეს არის მამა ალექსი ხუნდაძე, არქიმანდრიტი ალექსი ხუნდაძე და არქიმანდრიტი ილარიონ მეგრელიშვილი. აქ ვინც ნახეთ თქვენ ალბათ ჩაბაციკა. ჩაატარეს წირვა. ხო და ძალიან თბილი სიტყვებით მომიხსენიეს ამ მამებმა, არც ვიცოდი მე პატარები იყვნენ თურმე მე ესწრებოდნენ თურმე ჩემს ქადაგებებს, რაღაც ძალიან დიდი სიყვარულით მომიკითხეს, მე რა თქმა უნდა ეგენი არ მახსოვს და არც ვიცი უსმენთო თქვენს ქადაგებებსო, ძალიან გვიხმარხართო და ყველას უშვებდო მამა ალექსანდრისთან, ვინც შეგვეკითხება, ვისთან მივიდეთო. ძალიან სასიხარულო ამიხარდა. ერთადერთი მამა ალექსი, ხო და რაზე ვაბუნდ ახლა დიდი ხალხი ეს. 80 წელი მე ერთხელ მათ უთხარი 100 წელი მეთქე რომ გამოთვალე 80 წელი გვდელი არ ყოფილა ათონის თაზე ქართველი. 80 წელი და პირველი აკურთხეს მამა ილარიონი და მამა ალექსი. გესმით თქვენ? ღვთისგან რა გამორჩეული ხალხია, გესმით თქვენ? მონასტერი გრიგოლიუსი, ძალიან მაგარი წინამძღვრის ხელმძღვანელობის ქვეშ. უბრალოდ 1-2 რაღაცა ესეთი ხმა გავარდა, თითქოს ისაუბრებია. ისინი არიან ლიბერალური გამორიცხული ჩემს. ამათმა ესეთი რამე გამორიცხული ეგენი ლიბერალები იყვნენ. რაღაცა უხუმრია თითქმის ხუმრობის დონეზე რაღაცა უთქვია და ის ეთქობა ატაცებული იქნა და რაღაცა გამოცხადებული ლიბერალი, არანაირი ლიბერალი, ღვთისმსჩეული ხალხია. შენ გესმით, კაცო, ათონის თაზე, 80 წელი ვარ იქნება და ღმერთი ხო ამბობს, თმაც კი არ ჩამოვარდება თმისღერი, ჩემს გარეშეო. ეს ორი ადამიანი აირჩია მთელ საქართველოს და წარმოიდგინე, რომ ეკურთხენ ძველად. აი ესეთი სასიამოვნო ამბავი ასე შევეხმიანეთ დღეს ათონის სიწმინდეს და მინდა ვთქვა, რომ არასწორად წერია თქვენში ათანასე დიდს მოვიდა ესო გასასწორებელია ათონის აი ეს ვინც დაარსა ათონის მთა ათანასე დიდი კვდება ესე ეს უდიდესი მამა ჩამოინგრევა გუმბათი მოყვება ქვეშ და მოკვდება ხო რა როგორი ის ამიტომ არ უნდა განიკითხოთ ადამიანი როგორ კვდება და არ უნდა გამოიტანო დაასკვნა რომ აი ესე მოვიდა და ის ათანასე დიდი როგორ მოკვდა წარმოიდგინე ესეთი ცხოვრება და დღეს არის დედების და მამების რუსეთის მიწა-წყალზე გაბრწყინებულების და ეს ზიზღი რუსი ხალხის ზოგიერთ ზღვავს ეს არის ფაშიზმი. საერთოდ ზიზღი თურქი ხალხისადმი ესეც ფაშიზმი. ასევე ფაშიზმია ნებისმიერი სომხების ზიზღი და თქმა რომ სომხები ან მუსულმანი ისინი რა ქვია არაბები და ეს არის სხვა დამპყრობები სხვა არის და სხვა არის ხალხი ან ებრაელები ეხლა ზოგიერთი ებრაელები მოგბავენ ღაზას საცხარი და დაადოვეს საშინელი ცოდვა ფაშიზმი მithქვია და არა
მაგრამ აგერ გამოვიდა უამრავი ებრაელი და გააპროტესტა. ეს რა არის? ანუ ყველაზე როგორ შეიძლება ამის თქვა? ჩემო ძვირფასებო, მით უმეტეს რუსებზე, რომლებსაც წმინდანები ხართ, ჩემო ძვირფასებო, სერაფიმსა როლი, მარტო ამისთვის უნდა შეიყვარო რუსხა. უნდა სერგი რატონეჟელი წარდგენა. მიხეილ ტრეველი ტაძარიც კი არის თბილისში. ასევე იყო ჩვენთანაც დასახლებული ვიტალი, ჩვენთანაც დასახლებული მაჟუგა, რუსები როგორ შეიძლება არქიმანდრიტი რაფაელი ესე უდიდესი მამა აქ ცხოვრობს ცოცხალია დღესაც. ასევე ბატონო ვლადიმირი არა ხო და ბერია მატრონა ხალხო ღვთის მადლი იყო ისეთი რომ პირველი მოციქულების და იმის სადარი მადლი იყო იმას ქსენია პეტერბურგელი ახათია მელგუნოვა კიეველი რუსია ანასტასია თბილისელი აქ არის დასახლებული როგორ შეიძლება რაც შეეხება ფაშისტებს და ლიბერალებს რუსები და ქართველები აღიქვას და მაინც ყველა უნდა შეემართოს ჩვენთან კვიპრიანის ნაწილი მოვივიდა იცი თქვენ და ეხლა გამოვიტანთ და ემთხვევით თქვენი სათხოვარი თქვით სანამ მოახლოვდებით რომ მე მარტო ხელი დააწყოთ ან აკოცოთ და გახვიდეთ თორე თუ კი ბატონო მოუყვები ისტორიას ჩართობაში ესე იგი კიპრიანი ესე ჩამოვიდა რომ მღვდელი გრიგოლი რომელიც პეტერბურგიდან ჩამოვიტანა ეს სიწმინდე მაგ ვითხრა რომ ჩვენ გვაქვს ტაძარი გრიგოლი კიპრიანისიო და ძალიან გთხოვეთო კიპროსის ეპისკოპოსს რომელსაც აქ ჰქონდა ეს ნაწილი და იმანო თქვა რომ არავით არ შემთხვევაში არც გთხოვოთ და ჩვენ ამ ხელს მიმართეთო რომ ავდექითო რომ ხო თქვა რომ არ გთხოვოთო და დავწერეთ წერილიო და მივაწოდოთ თხოვით არ თხოვით კითხულობს თურმე ამას თხოვთ მოგცეთ ნაწილიო და გაბრაზებულა მაგრამ თუ რა უხედია ზემოთ ანუ როცა და მე მითხრა მიეცითო ნაწილი და მე მითხრა კიპრიანა მითხრა სეციდან რომ მიეცითო რა ვიცი როგორ უთხრა ესე ყვება და მე ჩამოვიტანებო და ამის შემდეგ დედა აგაფია ხანდახან მოდის ხოლმე აქ მონაზონი პეტერბურგში დედა აგაფია ესწრებოდა სამსაათიან სამშაბათობით პარაკლისებს და უთქვია რომ მამა ალექსანდრე ამას ლოცულობსო და ძალიან გთხოვთო რომ ნაწილი მოგვეციოდა მეც მინდოდაო იმისთვის მე თქვა არაო ნუ მოგთხოვთო მაგრამ მე გამახსენდაო ჩვენ სხვა ესე გთხოვეთო და ავდიქიო და მეც ავიხედო ზეცაშიო და დავილოცეო და მოკლედ მეც მითხრა კიპრიანი რომ მიეცითო და მოკლედ ესე ჩამოვიდა ჩვენთან ჩემს აბა ილოცეთ სათხოვარი თხოვეთ და ნაწილს ემთხვიეთ შეგიძლიათ მარტო ხელით დაადოთ გამოიტანეთ ნაწილს 3 საათზე იქნება რა თქმა უნდა Amen.